ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა. როგორც რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთის სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციისთვის ძირითადი პრინციპული საკითხები არის პირველ რიგში ექსპორტიანი შეთანხმების შესრულება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ძალების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და დევნილთა დაბრუნება. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პრინციპულად დგება უსაფრთხოების გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დამძიმებული ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ის რთული დარღვევები, რასაც აქვს ადგილი. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებს გადაადგილების შეზღუდვას და ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას, როდესაც მოლაპარაკებებზე საკითხი შეეხო ჩვენი დევნილების უპირობო დაბრუნებას მათ საკუთარ სახლებში, აფხაზური მხარის მიერ მოხდა მოლაპარაკებების დატოვება, რაც სიახლე არ არის ჩვენთვის, თუმცა ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც გვეძლევა საშუალება აფხაზთან მოლაპარაკებების განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ადამიანის უფლებების განგრძობა დარღვევაზე, როგორიც არის საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, რაც მუდმივ რეჟიმში ირღვევა, მათ შორის უკანონო გატაცებების და დაკავებების გზით და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ აი ამ დარღვევებზე ვსაუბრობთ, აქტიურად ვეყრდნობით საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საუბარი არის სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებზე, სადაც საქართველომ ყველა დავა მოიგო